თქვენ საიდან გაგიჩნდათ ის აზრი აი აქ უნდა განარგოს მანქანები და მანქანები თავშესაფრად თუ მოვედი და უნდა მოგეკითხა და მე მოგისმენ ამ ფეხბურთის სტადიონის გვერდზე არსებული კალათბურთის და იმის მოედნის ადგილზე აპირებენ აი ამ ჯიხურების და ამ სარდაფებში რო არის სახელოსნო მაგათი გადმოყვანა იმას ნიშნავს რომ მიხვიდე და საერთოდ გაანადგურო ეს სტადიონი იმიტომ რომ ჩვენი ხალხი მე პირველად არის რომ გამწონებაში დავბერდი კაცო როგორ შეიძლება რომ ისინი ჯიხურები აქ გადმოვიდეს და ვინმე საიდან შემოვაროთ აქ ხო ბაზარი იქნება ეს მოედანი ხო აღარ დარჩება არც ახალგაზრდებს არც ძველგაზრდებს და თან კიდე სტადიონი იქ ვიღაცას რომ შესყიდული აქვს რამდენიც გინდა დებილია ამ ქვეყანაზე ვინ შეასყიდა საერთო სარგებლობის გამწონებული ტერიტორია პრობლემა გახლავთ ის რომ ყოველდღე ერთ სათამაშო მოედანს რეალურად აქ არის სამი სათამაშო მოედანი და აი ამ სათამაშო მოედნებზე უნდა გაკეთდეს ეგრეთ წოდებული ბოქსები ეს არის კანონის დარღვევა შესაბამისი ნორმატიული აქტები არსებობს თბილისის საკრებულოს მერის მიერ მიღებული აგრეთვე რომ არ შეიძლება სკვერებსა და სპორტულ სათამაშო მოედნებზე მშენებლობა ტერიტორიაზე რაც აშენდება იქნება თანამედროვე სავაჭრო ცენტრი სადაც ყველა იმპორტიორს შეიძლება განათავსოს თავისი შემოტანილი საქონელი ანუ პროდუქცია რათა მყიდველმა არჩევანი გააკეთოს და იყიდოს იქნება თანამედროვე დონის და არა ისეთი სადაც სანაგვი ან რაღაც იქნება თუ არის პროექტი შეთანხმებული არქიტექტურის სამსახურთან სკვერის გასუფთავებას არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება არ შეიძლება და თვითონ მშენებლობის პროექტი მშენებლობა აქ არ იწყება გეუნები და რა თქვენ არ თქვით რომ სავაჭრო ცენტრი სავაჭრო ცენტრი ტერიტორიაზე აშენდება რომლის პროექტები ეხლა მზადდება და მომავალში იქნება დამტკიცებული სტადიონზეც და სკვერშიც არსებულ სკვერში მშენებლობას ვაპროტესტებს მთლიანად კორპუსი. აი ეს არის სკვერი, სტადიონი და კორპუსი ჩვენი, აი ეს. სტადიონის მეოთხედში კეთდება სტადიონი. აი მეოთხედში დანარჩენი იქნება ავტოსადგომი და ბოქსები. აი ეს არის სულ ბოქსები. ამას ვეწინააღმდეგებით. აქ არის სპორტული მოედნები, ხო, კალათბურთის მოედნები. თქვენი გეგმის თანახმად აი უნდა გააკეთოთ ეგრეთ წოდებული ბოქსები. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვარ და თვითონ ნორმატიული აქტებიც არსებობს ამის რომ სპორტულ მოედნებზე არ შეიძლება მშენებლობა. თქვენ რამაზად არ უნდა შეფუთოთ ეს ყველაფერი რაღაცა გადაიხურებო. ეს არის თვითონ კანონის დარღვევა რომ აქ არ შეიძლება ამას კი გააკეთეთ, მაგრამ აქაც ხო არის მოედნები. სპორტული მოედანი და სკვერი იქნება განახლებული.